მოგესალმებით მეგობრებო და აქ იწყება ჩემი მოგზაურობა ამსტერდამში. ეს არის ჩემი პირველი solo trip-ი. ეს ხალხი სად მიფრინავს არ ვიცი, მე მეგონა რომ მარტო მიფრინავდი. ძალიან ბევრი ხალხი მიფრინავს ამსტერდამში. ჩემი თანამგზავრია კოკო, რომელიც ყველგან ჩემთან ერთად არის, სადაც არ უნდა წავიდე. მე თქო და ამსტერდამშიც მოვიყო. Ჩამოვედი lounge-ში. მივთმევ ყავას და პეჩენიას. პანჯერასთან ადგილი. Hi მეგობრებო, მე ვარ ამსტერდამში და პატარა ჩეპეც მომივიდა, რა თქმა უნდა, ვარ საერთოდ random gas station-თან. დამიჯდა ტელეფონი, ვერ პოულობს ასტუბროს და ქარი პაწუკა მაღაზია და ვიღაც კაცი მუშაობს და ვთხოვა რომ მეთქი თუ გაქვთ დამტენი, იქნებ შემიერთოთ თქვა, მაგრამ ტელეფონი დავიჯდა და სასტუმროს ვერ პოულობ თქვა და აი ესე ძალიან საყვარლად ჩემი ბარგი, მე და ჩემი კოკო ესე ვხედავთ და ამას ვიღებ აიპადით. წესით ახლოს ვარ, იმიტომ რომ მეფით მოვდიოდი და იმენ აი შუა გზაში დამიჯდა ტელეფონი. დავოდებ ახლა 2 წუთს და გავალ. მოკლედ ახლა მოვედი საჭმელად. საერთოდ იმედი მაქვს რომ ჩამიხვა ისმის. ესე იგი, ტელეფონი წარმატებულად დავტენე და წარმატებით ვიპოვე სასტუმრო. რომ მივედით 11 საათი იყო, ბარგიც დავტოვე და გამოვედი საჭმელად. უფრო საუზმეები არის აქ, როგორც ვიცი და ესე ქვია. და ნახოთ და ხალხო უკვე შეყარებული ვარ ქალაქზე. უბრალოდ ულამაზეს კადრებს ჩაგისვამთ. ყველა ველოსიპედი დადის, პაწუკა სახლები, ყველაფერი მოწესრიგებულია. აი, ვაუ, 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 ვაუ. Zagrebia. გამოვედი ჭამე და ანუ ფეხით უბრალოდ დავდივარ და სადაც არ უნდა შევიდე თან შემოდგომას რომ დაიმთხვა ეს ყველაფერი ეს მაგად უფრო ლამაზია აქაურობა და სადაც არ უნდა შევხვიო ყველგან სასწაულის ლამაზია და ესე უბრალოდ დავდივარ და ვტკბები სულ მავიწყდება რომ რაღაც ვიდეო გადავიღო მავიწყდება რომ ანუ მეებს შევხედო სად მივდივარ შევავედი რაღაც მაღაზიაში სადაც ყველაფერი ძალიან იაფიღებს და ჭირდებოდა ესეთი დამტენი და ვიპოვე ესეც მინდა და ეხლა ამ ყველაფერს რომ ვუყურებ ყველაფერი მინდა და no აქ ქრისტე არაფერი არ გჭირდება რეზინები მინდა ამჯერა მესამე სართულზე ვარ ბოლო სართულზე ანუ ვეღარ ვლაპარაკობ ისე დავიღალე გთხოვთ ანუ მთელი ღამე არ მეძინა თითქმის 15,000 ნაბიჯი გავიარა უკვე და ჯერ კიდევ 3 საათია და წინ კიდევ მთელი დღე ვაქვს და სასწრაფოდ ჭირდება ცოტა ხანი წარმოძინება და დასვენება კაი მოკლედ ახლა თქვენთან ერთად თქვენ ახლა ჩემს პირველ რეაქციას
რამაგრა ვიღებ vlogs, აი რა რაკურსებით ვიღებ, ნეტა ვიცოდე. სამი, ორი, ერთი. რა ხება? ვაიმე, კუშკუშა. კაი, ხა თქვენ გაჩვენებთ, მაიცა? დაუტოპარკი. ანუ სიგიჟე, ძალიან კაი ნომერი მაქვს. შევალთ თუ არა? მართლა არ ველოდი ესეთი კაი თუ იქნებოდა. აქ მაქვს პაწუკა სამზარეულო. აქ მაქვს ჩემი კარა და გთხოვთ, რა ხედია? დივანიც მაქვს. ვაიმე. ხახვიტი. და რა თქმა უნდა საწოლის ტესტი მეგობრებო. აი ხო ჩავდე ხო? ვაიმე რა კარგია. მოკლედ, საერთოდ ამჯერად რომ აქ უნდა ვიყო მარტო. მე ამოვალაგებ რაღაცებს, მოვუწეს ლიგდები, დავიბან, დავწოვი ცოტა ხანი დავიძინებ, არ ვიცი რამდენად ჩამიძინება. აი ესე ვარ ზუსტად. ძალიან ტკბილად მეძინა 2 საათი. ავდექი იოგურტ ბოლ გავიმზადე. პერსონალი იოგურტი, ბანანი და მოცვი, წვანე ჩაი და 2 შოკოლადი. და ესე დავსკუპდი ამ დივანზე. თან შევჭამ, თან ვუყურებ რაღაცებს და 1 საათში დავიძინებ ისევ. გავიკეთებ მაკიაჟს, საბოლოოდ ცოტა სუბუქს. YouTube-ისთვის არ ჩამიწერია, რისთვის ჩამოვედი ამსტერდამში და რა მინდა საერთოდ აქ. აშკარად ძალიან არეული ვლოგი გამოდის, მაგრამ ვაპატიეთ, რაც არის. ჩამოვედი ცეკვის კემპისთვის, Amsterdam Dance Camp, ესე ქვია. არის 3 დღიანი. ჩამოდიან საუკეთესო მოცეკვავები, გასწავლიან კლასებს. ტრენინგი არის სერიოზული. მთელი დღე კლასებს იღებ, ანუ ყოველ დღე გაქვს 6 კლასი. დილის 10-დან საღამოს 10-მდე მოკლედ იქ ხარ. ხვალ იწყება ეს ყველაფერი. ჯერ რეგისტრაცია უნდა გავიარო და მე უკვე იწყება უშუალოდ კლასები. პირველი 2 დღე ქალაქში სეირნობა, ჭამა, 3 დღე კემპი. სულ იქ ვიქნები, ანუ ვერ შევძლებთ ესე გასვლას ვერსად და კიდევ 2 დღე სანამ წავალ მექნება რომ ვიშოპინგო და რაღაცები. ესე გადავანაწილე მოკლედ ჩემი ამსტერდამის ტრიპი. ვარ ჩავსული მარტო, ყველაზე მნიშვნელოვანი თქმა დამოვიწყდა. ეს ძალიან ზემოთ ხო არის ესე რა. და პირველი სოლო ტრიპია ესეთი ეს ჩემთვის. მივხვდი რომ მარტოც ანუ ჩემ თავთან შემიძლია დავრჩე ესე არ მოვიწყინო საერთოდ. ეგ ისედაც ვიცოდი უბრალოდ, მაგრამ ეხა იმენა დავწმუნდი რომ შემიძლია. შიშებიც არ მაქვს საერთოდ, ანუ პირიქით ისე თავისუფლად და ისე კარგად გრძნობ თავს, რომ აი ვერ გეტყვით. უცებ მოკლედ მომზადები და ჩავიცვამ და დაკეტახებით. ესეც მე გავემზადე. ძალიან კომფორტულად ვარ, ძალიან გემრიელად ვარ. დღეს ბევრი უნდა ვიარო. წავედით ახლა ვჭამოთ. რაღაც ადგილი ვნახე. Locals ქვია. და დიდი ალბათობით იქ წავალ საჭმელად. არ ვიცი, შეიძლება გზაში რამე გადავიფიქრე. არაფერი არ რჩება. და всё. წავედით. ახლა გამახსენდა რომ ამ ავტობუსის გაჩერებასთან, რომელიც ჩემთან ყველაზე ახლოს არის ტბა. შევტეხავ იქეთ და აი იქეთ არის ტბა და ძალიან მაინტერესებს რა დამხვდება. დასარჩენ ადგილს რომ ვყოლობდი, მინდოდა რომ ჩემს კემპთან რა შეიძლება ახლოს ყოფილიყო. და ნუ ერთ-ერთი ვარიანტი ეს სტუმრო გამოჩნდა და ნუ თან ყველაზე ნორმალურ ფასადაც ეს გამოჩნდა. ძალიან გმაყოფილი ვარ ჩემს სტუმრად და ჩემი ისე ვთქვათ უბნით. კი
კი, ერთ-ერთი მინუსი ალბათ ის არის, რომ არ ვარ ცენტრში და ესე ახლოს. ანუ შორს არის მართლა ყველაფერი. აი მე შორს არა, მაგრამ აი მაგალითად ავტობუსის გაჩერება ფეხით 25 წუთში არის. ეხლა რომ მივდივარ ცენტრში, ჭირდება 1 საათი 50 წუთს მიწერს Google Map-ი. თორე დარჩენი მე ყველაფერი ვარ საერთოდ. არც ფეხით სერული მეზარება, არც არაფერი. ამიტომ ხავ ტყბები აქაურობით რა. აი, შემოდგომა ძალიან ჩემი გთხოვთ, ანუ ამ ფერებს. ანუ კამერა რა ვერ აღიქვამს ამ სილამაზეს. აი, გთხოვთ, აი ძალიან იმენა მე ვარ ეს. შემოდგომა ვარ მე. იაპ. აი ეს არის ადგილი. ეხეთ ვიღაც თევზავს. რა სილამაზეა. ძალიან გემრიელად ვისაუზმე და ახლა გავდივარ სასეირნოდ. არ ვიცი, ისედაც ჩემი ფეხები წამიღებს, იქ წავალ. მე რა კარგია. აი ისეთი კაი ამიდავიდა მithქვათან. აი არ ვიცი. გთხოვთ და ხალხი აქ ცხოვრობს. ვაუ. ავოკადოს ზომა მეგობრებო. ესე იგი, ჩემი სეირნობის სესია ძალიან კარგად მიდის. შევკვეთე მაჩა, ეს ქვემოთ მანგო არის და ძალიან მაინტერესებს ნახოთ. ნახოთ როგორი იქნება, ძალიან მოსად კი გამოიყურება. აი, ეს აშკარად მრავალია. ძალიან რთულია. ეს აქეთ ჩემი კიდე ეწამით. ესე გამოიყურება. მომეწონა სხვათა შორის. ცალკე მან შესგება მე არ მომწონს, იმიტომ რომ ახლა რაღაცნაირი ბალახის გემო აქვს. მაგრამ ჩემი აზრით, აი რამდენჯერმე რო გასინჯავ და სხვადასხვა რაღაცებს რო გასინჯავ, მე ბევრად მოგეწონება და მე ძალიან ისეთია, უცნაური, მაგრამ ძალიან კაია. აი რაღაც ბალახის გემო არ აქვს ამას და ეს შევკვეთე ქოქოსის რძეზე და მანგოთი. Uniqlo-შიც ვეშოპინგე და კაი რაღაცები ავიღე. მოვედი chicken bar-ში, შევკვეთე ბურგერი და fry. Let's see. ძალიან ბევრი რაღაცას ვიყიდე და ცოტა ფრთხილად უნდა ვიყო, იმიტომ რომ მე კიდე 5 დღე აქ უნდა ვიყო. მოკლედ ძალიან გემრიელად ვჭამე, აი ძალიან გემრიელად ვჭამე. მაგრამ რა სილამაზეა. აქ სულ მაღაზიებია, სულ საჭმელებია. წავედი ახლა სახლში და ხო გაჩვენებთ რებიც ვიყიდე. და დავიტანჯე, ტელეფონი მიჩნდება ყოველ 2 წამში.
უცებ მინდა გაჩვენოთ რაებიც ვიყიდე. დღეს წასვლას არ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ძალიან მეზარება და ძალიან მეძინება უკვე, მაგრამ გაჩვენებთ ისეთ პაწუკა რაღაცებს, რაც ვიყიდე. კიკოს ფანქარი და მარკერი, წარების ფიქსატორი. ეს არის სტიკი, პუწების, აი თმას რო ვიწევ და აქ რო 1000 პუწი მაქვს. ეს იმედი მაქვს, რომ უშველის ამ ჩემს პუწებს. ესეთი გელი, ტალღოვანი და ხუჭუჭად თმებისთვის და ვიყიდე პატარა ვერსია, რომ ვცადო და ვნახო კარგად მომიხდება თუ არა. არ ვცადობ არა. დამჭირდება უკვე ხვალ კემპი რო იწყება. ეს აუცილებელი აგრეგატები. სარბენი ჩანთა. ძალიან ეაფიღებდა რაღაცა ევრო 9 და მეთქი energy gums. ხა ეს ენერგიას არ მომწევს, მაგრამ კოფეინს შეიცავს და კიდე რაღაც ვიტამინებს, ამიტომ ეს გავხსენე უკვე გავსინჯე. და ჩვეულებრივი ჟელეპონის გემო აქვს. ესეთი rice bars 5 წელიწად შეგნით და ამასაც ესე თითო წავიღებ. აუცებ რომ სნექივით ვქონდეს იქ, იმიტომ რომ ჭამის დრო იქ არ მექნება. ეს უბრალოდ კინდერი რო просто მეგდოს ჩემთაში. და აი ამის გარეშე მე მაღაზიდან ვერ გამოვედი. ეს რომ არ წამომიღო, ისე არ შემეწლა ესე. აი გთხოვთ. ანუ უბრალოდ ესეთი პატარა და საყვარელი რომ არის, მაგით წამოვიღე. იმიტომ კი არა რომ უნდა ვჭამო, ანუ უბრალოდ აი ეს უნდა დავდო. მაგრამ თუ ეს იყო, ბაი, თკბილი წილი და ხვალ დიდი დღეა. დილო შვიდობის სამეგობრებო და ნახეთ როგორი ნისლია დღეს. დილის 8 საათია. ეხლა უცებ უნდა მოვემსადო და გავიდე დღეს. ანუ კიდევ ვერ ვიაზრებ, რომ ეხლა ცეკვის კებზე ვიდივარ. და ხო, დღეს იწყება კლასები. საბოლოოდ რომ მოვემზადები და გენახებით. ესეც მეგობრებო, ჩემი საბოლოო აუთფიტი. მიმოქვს ორი ჩანთა, ერთში გამოსაცვლელები დავს, აგდებს ფეხსაცმელი, მაინც ჩავდე კოლგა და წყალი. გავიქეცი ხა. მოვედი ავტობუსში ჩავასთან და 2 წუთში მოვა ჩემი ავტობუსი. ისეთი ნისლია და ისეთი სასწაულიანია მოხდა. გთხოვთ, ანუ ვაუ. ანუ აქ არის სადღაც ჩემი კემპი. კი ვხედავ რაღაც შენობა დგას. ანუ სწორად მოვედი. ანუ აქ არის ჩემი ცეკვის კემპი მეგობრე. We got a couple of minutes. Make sure you warm up. Oh yes. Can everybody hear me? Be your host. Listen, you're gonna see my face probably the most. Because this weekend, you're gonna get a lot of information in your brain. A lot of steps, a lot of moving. So მორჩა 2 კლასი, ზუსტად 15 წუთი, გვაქვს შესვენება და უფრო სწორად გავიდა 15 წუთი და
ლოლას და კლაუდიას კლასი ვექნება გადამულად. Campus დღეს 11-ის ნახევარზე იწყება კლასები. გუშინდელი ემოციები სამწუხაროდ ვერ ჩავწერე, მაგრამ დღეს მაგის თავი თუ მქონდა საყოველთაოდ, იმიტომ დღეს ბევრად ადრე ვამთავრებ. გუში თუ 11-ის ნახევარზე ვამთავრებ, დღეს 9-ზე ვამთავრდება ბოლო კლასი და მე რაღაც შოუკეისები არის, რაზეც დიდი ალბათობით არ დავჩები. მოგესალმებით მეგობრებო და ეს არის კემპის მესამე დღე. რავი, აი ემოციები მაქვს, აი არ ვიცი, აი სადღაც მართლა ვერ აგიხსენებთ. ბოლო კლასებია დღეს. სხეული, ანუ აღარ მიმორჩილება საერთოდ ისეთ კიო, მაგრამ აი ვის რა შეინტერესებს შენი ტკივილი, აი ისეთი ბედნიერი ვარ და ისე მიხარია ყოფნა ვარქვა და ძალიან ესეთი კარგხასიათზე მივდივარ ახლა და ხელი ამტკივდა უკვე არ შემიძლია. აი ესე. Let's go. და ხო, ანუ კიდევ ერთხელ აღნიშნავ აი ამ სილამაზეს თუ რა გზის გავლა მიწევს კემპამდე. ანუ კი. ან დღეს არის საოცრება ამინდი, ანუ ამსტერდამში რომ მე ამინდა ვიტოვებთხვა იდეალური დღეებია კი ვიღლები ძალიან და რაღაც, მაგრამ ღირს, ყველაფერი ღირს ნამდვილად.
მეგობრებო, კლასები მორჩა. დღეს იყო ბოლო მესამე დღე. მოდი მაგში რომ აღნიშნო ეს ყოველივე. თან გასინჯა ამსტერდამის მაგდრალასაც. ბოლოს წინა კლასზე ვიტკინე აი ეს ადგილი მთლიანად ნერვი ამიტკივოთ ძალიან და ჯეიბლეიზის კლასზე ვერ გადავჭი, იმიტომ რომ ვერ ვამოძრავებ აი ამ წელს. ამიტომ ხო, მაინც ძალიან იყო ყოფილი რომ ჩემი თავით, ჩემი მაქსიმუმი ნამდვილად ჩავდე ამ სამ დღეში. ახლა კი ჩამოთ. Let's make the recipes. Okay, burger, okay. მე გამოგეთიშებით 9 საათით. Hi მეგობრებო, გუშინ მორჩა კემპი. დღეს არის ამსტერდამის მე 6 დღე. გავემზადე, ეს გამოვიყურები. და დღეს და ხვალ მაქვს ჩილაობის დღე. დღეს მივდივარ მუზეუმში, აი ამ მუზეუმში. თან პაწუკა შოპინგის დღეც მექნება მუზეუმის მერე და დღეს მოკლედ გასეირნების, მუზეუმის და კაიჭამის დღე გვექნება. ამიტომ წავედით ახლა. Let's see. ძალიან ლამაზი კი. და მეგობრებო, ეს არის ჩემი ბოლო დღე ამსტერდამში. ახლა ისევ მივდივარ ქალაქში, სასეირნოდ, ცენტრში. და დღეს იქნებ გადავიღო ვლოგი, იმიტომ რომ გუშინაც არაფერი არ გადამიღია და ხო, გუშინ მუზეუმის კადრები გადავიღე, იმის მერე არაფერი არ გადამიღია და გუშინ სხვათა შორის გავსინჯე Joe and the Juice's სენდვიჩის კაზს გავს ძალიან თბილისში რო გვაქვს. კაი იყო სხვათა შორის არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი გემრიელი სენდვიჩი. ქათმის გავსინჯე. დღეს მინდა რომ Starbucks-ი დავლიო. თან რაღაც მაღაზიებშიც მინდა შესვლა. საბოლოოდ რაღაცები ვიყიდო, რაღაც შოკოლადები. Yep. გამოვყევით და ეგ არის. Let's go. და ესე გამოვიყურები დღეს. ესე ვარ. ძალიან კომფორტულად. ამ ჩანთაზე შეყვარებული ვარ და ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო რომ ეყიდა. ვიყიდე Uniqlo-ში. Starbucks-ში ვარ მეგობრებო და აწი აი ასე დამიწახეთ. კრინა ვარ დღეიდან. ყავს ვალოდები. ამერიკანოს სომას თუ შეიძლება შეხედეთ. ან ჩემ ხელის ხება. ჩემი აზრით ამას მე გადავასხავ ჭიქაში და ისე წავიდებ, თორე ეს მომხდარა. ეს გული დამარტყავს აუცილებლად. გავსინჯოთ ფისტის პირამიდა. ამაშინით რო არაფერი არ ქონდეს. წავედი, ახლა გავაგრძელე მე ამის ჭამა. რაღაცები ვიყიდე. ნახეთ რა სილამაზეა. და ახლა
ახლა მივდივარ ბოლო დინერი აქ ჩემი და მივდივარ იტალიურ რესტორანში როსინი ქვია ესე დეითი მაქვს ჩემ თავთან პასტა შევუკეთე გამოვაგეჩვენებთ ნიორე აქვს კარაქს და მე ძალიან გემრიელია ხელად გამოიყურება და რამხელა პორცია გემრიელესი იყო მართლა აი სასწაული მაგრამ ბოლომდე ვებჭო ცუდად ვარ ძალიან დიდი პორცია და აქ თავდება ეს ვლოგი მადლობა რომ მიყურეთ